ძლიერი ტკივილი კისრის და წელის არეში, გადაცემითი ტკივილი ზედა ან ქვედა კიდურში, შესაძლებელია ამას თან ახლდეს თითების ან კიდურის დამუჟება. ეს სიმპტომები ხშირ შემთხვევაში დამახასიათებელია ხერხემლის მალთაშუა დისკის თიაქრისთვის. დისკის თიაქარი საკმაოდ რთული პრობლემაა და მისი განკურნება ერთი სახეობის პროცედურით ან მედიკამენტებით შეუძლებელია. მკურნალობა გარკვეულ დროს და ძალისხმევას მოითხოვს. მალთაშუა დისკის თიაქარი არის დაზიანებული დისკი, რომლის კაფსულის ერთიანობა დარღვეულია და შიგთავსი გადმოღვრილია ირგვლივ ქსოვილში. პირველ რიგში ზეწოლას განიცდის ზურგის პირიდან გამომავალი ნერვული ფესვი, რაც გამოიხატება ძლიერი წელის ან კისრის ტკივილით. ამიტომ თიაქარს ყოველთვის თან ახლავს ძლიერი ტკივილი ძირითადად კისრის და წელის არეში, რომელიც გადაეცემა ზედა ან ქვედა კიდურზე. სირთულიდან გამომდინარე, მხოლოდ კომპლექსურ მკურნალობას მოაქვს შედეგი. პირველ რიგში უნდა ვეცადოთ მოხსნათ ტკივილი. ამისთვის ვიყენებთ თიაქრის სამკურნალო გელ საფენს, რომელიც ამცირებს ზომაში თიაქარს, ის იკვრება 24 საათი და პაციენტმა უნდა დაიცვას ამ დროის მანძილზე წონითი რეჟიმი. შემდეგ ასევე ვიყენებთ ფიზიოთერაპიულ პროცედურებს, რათა მოხსნათ შეშუპება და ანთებითი პროცესი თიაქრის ირგვლივ ქსოვილში. ხერხემლის სვეტში სიმეტრიის და ბალანსის აღსადგენად და მოძრავი სეგმენტების დასწავლებლად ვიყენებთ ატლასის კორექციის პროცედურას. კუნთების ძლიერი სპაზმის მოსახსნელად კი ვიყენებთ სარეაბილიტაციო მასაჟის პროცედურებს. შედეგის თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თიაქრის განლაგებას და ზომას. ამის დასაზუსტებლად პაციენტს უნდა ჰქონდეს გადაღებული მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია არაუგვიანეს 1 წლისა. მე ვარ ილია გორგილაძე, ექიმი ფიზიოთერაპევტი, შვეიცარიაში დიპლომირებული ერთადერთი ატლას სპეციალისტი საქართველოში. მე და ჩემი კოლეგები დავეხმარებთ ათასობით პაციენტს მსგავსი პრობლემის მოგვარებაში.